ანტიქართული წერილის ანტიქართული პასუხი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეშუმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქროაშუმა და გივი თარგამაძემ. საქართველოს დასჯის მოთხოვნაზე ევროკომისიის პრეზიდენტისგან პასუხი მიიღეს. რადიკალებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი 2025 წლის 22 ოქტომბერს გაუგზავნეს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას თხოვეს. ოპოზიცია განსაკუთრებით დაინტერესებულია იმით, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო გადაადგილება შეზღუდოს და იმედოვნებენ, რომ წინააღმდეგობა, რომელიც ამ საკითხის მიმართ ევროკავშირის რიგ წევრებს აქვთ, დროთა განმავლობაში გადაილახება. ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს მიიღოს არსებითი სანქციები. ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება. ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ. ოპოზიციონერების წერილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა 5 თვის შემდეგ უპასუხა. განუმარტა, რომ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ საბჭოში ერთხმად მიიღება და ამ კუთხით სრული თანხმობა ევროკავშირში არ არსებობს, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალების ნარატივს იმეორებს და საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ისევ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებით აშანტაჟებს. მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში შესაძლო შემდგომ ზომებს. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად მიღებაა საბჭოში. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნების დარღვევების, მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენების გამო. კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები. პირველ ეტაპზე ვიზების გაცემა შეუჩერდა დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. მეორე ეტაპზე ვიზების შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხებს არ მოაგვარებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მაგალითია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, ბრიუსელის და ლონდონის ოპოზიციის გაცოცხლებას ცდილობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და ჯანსაღი და გამჭვირვალე დისკუსიისთვის მორიგ ჯერზე მზადყოფნას გამოთქვამს. ხედავენ ცოცხალ-მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯისცემა არ ესინჯება საქართველოში ოპოზიციას და ასე დროს კოორდინირებულად გადაწყვეტეს რაღაცები გადმოგვდონ გამოსაცოცხლებლად ამ ოპოზიციას. სადვართ განვაგრძოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს პირველ რიგში ასოცირების შეთანხმებიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. ეს არის ჩვენი დღის რიგი. ისიც რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცალმხრივად შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ჩვენ თავაზობთ ევროკავშირის დიალოგის განახლებას და ჩვენ ევროკავშირის თავაზობთ ღია და გამჭვირვალე დიალოგს. წერილის ავტორების თანაპარტიელები კი შინაარსის გამო დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზოგადი შეფასებისგან თავი შეიკავეს და ამტკიცებდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზის შეჩერებას პერსონალურად არ ემხრობიან. ჩემი მყარი პოზიციაა, რომ უვიზო რეჟიმი არ უნდა შეეზღუდოს ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი საზოგადოება იმსახურებს არა მხოლოდ უვიზო რეჟიმს, არამედ იმსახურებს გრძელვადიან მშვიდობას. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება კი შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებაა სახელმწიფო გუნდისთვის, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ვერცერთი შანტაჟი ხელისუფლებას და ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და თავისუფლებაზე უარს ვერ ათქმევინებს. ამ შანტაჟის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართველ ხალხო ან დაემორჩილებით ჩვენ ნებას და იქნებით გააკეთებთ იმას, რაც ჩვენ გეტყვით, რასაც ჩვენ გეტყვით, ან ამას გააკეთებთ, ან არა და მაშინ მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად. აი ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველ ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის არიჩევს ვიზას. ნუ აი რა თავარი ხო ეს არის, ხო? ამდენი ხანია 30 წელი არის, მეტი 35 წელია გაგვიცნეს, ხო? მას შემდეგ რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ხო? ჩამოვიდნენ აქ ხინკალის ჭამეს, ხაჭაპურის და ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს, ხო? აი ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან ვისთან აქვს საქმე. მათი გაგებით, იმიტომ რომ საქართველო არ არის პირდაპირ კონფრონტაციაში შესული რუსეთთან, პირდაპირ კონფრონტაციაში ჩვენ ამიტომ აღარა ვართ ევროპულ გზაზე. აი ჩვენ რო ვიყოთ პირდაპირ კონფრონტაციაში რუსეთთან
და მით უმეტეს თუ აქ მეორე ფრონტი იქნებოდა და ჩვენი მთავრობა სადღაც ბუჩქებიდან იძახდა რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, აი მაშინ იქნებოდით ჩვენ ევროპული გზის ერთგულები. ეს ერთი. ის რაც არ შეიძლება არც ერთი წესით, კანონით საქართველოში უცხოური ფულით უნდა კეთდებოდეს პოლიტიკა. აი ეს არის მათი გაგებით ევროპულ გზაზე დაბრუნება. ეს არ არის ევროპული გზა. ეს არის ვასალად თავის აღიარების გზა. ამიტომ ჩვენ ვრჩებით ევროპულ გზაზე. საზოგადოებას ნაცოპოზიციის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია ახსოვს. არქივი ინახავს ფაქტებს, როგორ დადიოდნენ ისინი ევროსტრუქტურების დერეფნებში და როგორ მოქმედებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. არწმუნებდნენ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა არ გაეხსნათ, შემდეგ კი არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.